საქართველოს ლარის სახაზინო ობლიგაციებში უცხოელების ინვესტიციებმა $1 მილიარდ გადააჭარბა, ერთწლიან ჭრილში კი უცხოელთა დაბანდებები ლარის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში 7,5-ჯერ არის გაზრდილი. რუბრიკა ფინანსური სექტორის ფარგლებში დღეს ვსაუბრობთ ფინანსური ბაზრის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე, ინდექსებზე დაფუძნებულ საინვესტიციო პროდუქტებსა და ბირჟაზე ვაჭრობადი საინვესტიციო ფონდების განვითარების პერსპექტივებზე. სწორედ ამ თემას მიეძღვნა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია, სადაც ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად განიხილეს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსების პრაქტიკული გამოყენება, კაპიტალის ბაზრის განვითარების ახალი შესაძლებლობები და საერთაშორისო გამოცდილება. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში პირველად საქართველოს ისტორიაში ეროვნული ბანკის ხელშეწყობით საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების 7 ინდექსი გამოქვეყნდა. თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ პროცესს საქართველოს ეკონომიკისთვის, რამდენად რეალურია ინდექსებზე დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების შექმნა ჩვენს ქვეყანაში და რა ეტაპზეა კაპიტალის ბაზრის განვითარება, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრის დეპარტამენტის უფროსთან ალექსანდრე ხაზარაძესთან ერთად ვაგრძელებთ საუბარს. მოგესალმებით ბატონო ალექსანდრე, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ბატონო, სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსები თებერვალში პირველად გამოქვეყნდა, სწორედ ამ თემით დავიწყოთ საუბარი, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ მოვლენას ჩვენი ქვეყნის ფინანსური ბაზრისთვის და ასევე ვისაუბროთ, თუ რას წარმოადგენს ის და რამდენად მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო. დიახ, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენა არის საქართველოს ისტორიაში. მინდა აღვნიშნო, რომ პირველად გამოქვეყნდა ესეთი ინდექსები, ეს არის საერთაშორისო აღიარებული ინდექსების მომწოდeblis, ეგრეთ წოდებული Intercontinental Exchange-ის მიერ გამოშვებული ინდექსები და მათი დანიშნულებაა, რომ საზოგადოებას, ინვესტორებს, ესე ვთქვათ, ჰქონდეთ საშუალება, რომ თვალყური მიადევნონ ქართული სახაზინო ობლიგაციების ბაზრის შემოსავლიანობას და ამ დინამიკას და ეს შეიძლება ითქვას წინ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ამ კუთხით. ბატონო, ამ კვირაში ეროვნულმა ბანკმა უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას, საინტერესოა რა იყო მიზანი და რა არის მოლოდინები უკვე შედეგების ნაწილში. დიახ, თავად ინდექსი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოხდეს კომუნიკაცია ამ ობლიგაციების, სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდის კუთხით, მაგრამ ამასთან ერთად რა თქმა უნდა სახაზინო ობლიგაციები არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საინვესტიციო აქტივი საქართველოში, ყველაზე დაბალი საკრედიტო რისკის მატარებელი და შესაბამისად ჩვენ მიზნად გვაქვს, რომ ხელი შეუწყოთ ისეთი პროდუქტების განვითარებას, რომელიც პირდაპირ ამ აქტივებში ინვესტირებას შეუწყობს ხელს. კონკრეტულად საუბარი არის ინდექსირებული საინვესტიციო ფონდების დაფუძნებაზე და ასევე თქვენ ახსენეთ ETF-ების, ეგრეთ წოდებული Exchange Traded Fund ინგლისური ტერმინის ბოდიში რომ ვიყენებ, მაგრამ ძალიან გავრცელებული ტერმინია საქართველოში, ეს ნიშნავს ბირჟაზე ვაჭრებადი ესე ვთქვათ საინვესტიციო ფონდების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ვცდილობთ რომ ამ ეკოსისტემის შექმნას შეუწყოთ ხელი. ბატონო ალექსანდრე, ჩვენ ხშირად გვესმის ტერმინები ინდექსი, ბენჩმარკი, მარტივი ენით რომ აუხსნათ ჩვენს მაყურებელს პრაქტიკაში თუ რას ნიშნავს? დიახ, ანუ მოგეხსენება ძალიან ბევრი ინდექსი არის, აი მაგალითად კაპიტალის ბაზრებზე Dow Jones-ის ინდექსი ხშირად გამოიყენება, S&P 500 ინდექსი, მაგრამ ეს არის ყველა აქციების ბაზრების ინდექსები. არსებობს მეორე ტიპის ინდექსები, რომელიც ეხება ობლიგაციების ინდექსებს და ამ შემთხვევაში თითოეული კონკრეტული აქტივების ტიპის, მაგალითად ობლიგაციების ბაზრის წარმატებულობა და შემოსავლიანობა შეგვიძლია ამ ინდექსის მეშვეობით გავზრუნოთ. თუმცა მეორე ტერმინი, რომელიც benchmarks ეხება, benchmark-ი კიდე გამოიყენება ამ ინდექსების საფუძველზე ფაქტიურად შექმნილი ვირტუალური პორტფელია, რომლის მიმართაც უკვე კონკრეტულ ინვესტორს შეუძლია საკუთარი ინვესტიციის წარმატებულობა, ანუ წარუმატებლობა გაზომოს. ანუ ეს შევთავაზოთ, რომ რაღაც მოდელი, პორტფელი, რომელიც ასე ვთქვათ იდეალურად ასახავს აი მთელი აქტივის, მაგალითად ამ შემთხვევაში საქართველოს სახაზინო ვალდებულებების აქტივების ტიპს, ამ აქტივების ტიპის შემოსავლიანობას.
კი ბატონო, რამდენად ზრდის International Exchange-ის მიერ შემუშავებული ინდექსები საქართველოს ფინანსური ბაზრის ხილვადობას საერთაშორისო მასშტაბით საინტერესოა და ასევე რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც წარმოდგენილია უკვე ეს Bloomberg-ზე და იგივე International Exchange-ზე. დიახ, ანუ თავად მიზანი რომ ეროვნულმა ბანკმა მოახდინა ამ ინდექსების შემუშავების და გამოქვეყნების პროცესის ხელშეწყობა იყო დაკავშირებული ზუსტად ამ ესე ვთქვათ მნიშვნელობასთან, ვინაიდან საერთაშორისო ინვესტორები მოიხსენებათ განსაკუთრებით როცა საუბარია ესეთ განვითარებად ქვეყნებზე, როგორც საქართველო, პრინციპში ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ თავად სანდოობას. აი ამ კონკრეტული ინდექსების სანდოობას და მნიშვნელოვანი იყო რომ ზუსტად ICE-ის მეშვეობით ეს არის ფაქტობრივად მსოფლიოში მეორე ინდექსების პროვაიდერი ზომით 70 წლებიდან დაიწყეს მათ ინდექსების გამოშვება და პრინციპში რამოდენიმე ტრილიონი დოლარის ინვესტიციები იმართება ამ ინდექსებთან მიმართებაში, ამიტომ საერთაშორისო ინვესტორების ნდობა არის ძალიან მაღალი. შესაბამისად, ხელმისაწვდომობაც ძალიან ფართო არის Bloomberg-ის პლატფორმა, რომელიც ფაქტობრივად ნებისმიერ ფინანსურ ორგანიზაციაში, მსხვილ ფინანსურ ორგანიზაციაში მოიპოვება და ასევე პლატფორმაც თქვენ რომელიც ახსენეთ, ICE Data Index პლატფორმა, ესეც საკმაოდ გავრცელებული პლატფორმა არის და ყველა ამ სისტემაში ჩართულ პროფესიონალს შეუძლია რომ შეადაროს, თქვა საქართველოს ობლიგაციების შემოსავლიანობა, მაგალითად ყაზახური ობლიგაციების შემოსავლიანობა, სხვა ქვეყნების შემოსავლიანობას და ადვილად მიიღოს გადაწყვეტილება თუ მოახდინოს თუ არა ინვესტირებას ქართულ ფასიან ქაღალდებში, სახაზინო ფასიან ქაღალდებში. ბატონო ალექსანდრე, ETF-ები ახსენეთ თქვენ უკვე და მინდა უფრო დეტალურად ჩაგეკითხოთ, როგორ მუშაობს და რატომ ითვლება ის ვთქვათ ყველაზე მნიშვნელოვან საინვესტიციო პროდუქტად საერთაშორისო მასშტაბით. დიახ, ETF-ები ბოლო დროს უფრო პოპულარული გახდა. თავიდან დაახლოებით 2002 წელს გამოიშვა პირველი ETF-ი და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან პოპულარული და ადვილად ხელმისაწვდომი პროდუქტი იყო ინვესტირებისთვის, ვინაიდან და არის კიდევაც, ვინაიდან ბირჟაზე არის კოტირებული და მისი შესყიდვა შეიძლება ნებისმიერი საბროკერო ანგარიშის მეშვეობით და არ არის საჭირო რაღაც განსაკუთრებული ან ხელშეკრულებების გაფორმება ან ესე ვთქვათ სხვადასხვა სირთულეები არ ახლავს ამას, ამიტომ მათი პოპულარობა უფრო და უფრო იზრდება. თან ETF-ების მეშვეობით შეიძლება კონდეს ესე ვთქვათ ინვესტიცია განხორციელდეს როგორც ჩვეულებრივ აქციებში, კომპანიების აქციებში, ასევე ობლიგაციებში და ბოლო დროს უკვე ოქროშიც მაგალითად შეიძლება მოახდინოს ინვესტიცია და სხვადასხვა ესე ვთქვათ აქტივების კლასებში. ამიტომ საკმარისია დღესდღეობით ინვესტორმა თქვა გახსნა საბროკერო ანგარიში და მას ამ ETF-ების მეშვეობით საკმაოდ კარგად დივერსიფიცირებული პორტფელის შექმნა შეუძლია და ზუსტად ეს იყო მიზანი, რომ ჩვენც მიგვაჩნია, რომ თუ გვინდა რომ ქართველებს, ესე ვთქვათ საქართველოს მოქალაქეებს მივცეთ მარტივი წვდომა ასეთ საინვესტიციო პროდუქტებზე, ალბათ სასურველია, რომ საბოლოო ფორმა ისევ და ისევ ეგრეთ წოდებული ETF-ების სახით მიიღოს, ინდექსირებული ETF-ების სახით მიიღოს ჩვენო სახაზინო ობლიგაციებმა. რამდენად რეალურია, რომ ადგილობრივ ინდექსებზე დაფუძნებული ETF-ები შეიქმნას უახლოეს? ეს ცოტა ამბიციური მიზანია ნამდვილად. ანუ უახლო არ გვაქვს ბოლოდინი რომ რაღაც წელიწადში გაიცათ თუ შევძლებთ ამის გაკეთებას, მაგრამ ჩვენ დავსახეთ მიზანი, გარკვეული ხედვა, ეს ჩვენი ღონისძიებაც პრინციპში ამ ხედვას ჩამოყალიბებას ემსახურებოდა, მის გაზიარებას მონაწილეებთან, ფაქტობრივად მთელი ფინანსური და კაპიტალის ბაზრების მონაწილეები იყვნენ წარმოდგენილები ამ ივენტზე, ამ ღონისძიებაზე და მინდა ვთქვათ, რომ პრინციპში ძირითადი მიმართულებები უკვე ჩამოვაყალიბეთ. ალბათ პირველი ნაბიჯი იქნება ადგილობრივი, ესე ვთქვათ, საინვესტიციო ფონდის შექმნა ინდექსირებულის და ეტაპობრივად შევეცდებით, რომ ის შემდეგ მოვიდეს საქართველოს ბირჟაზე, ან უცხოეთის რომელიმე ბირჟაზე მოხდეს მათი ეგრეთ წოდებული დალისტვა, ანუ ესე ვთქვათ, ვაჭრ-სავაჭროდ დაშვება. საინტერესოა, რა საბაზისო საკანონმდებლო თუ ტექნიკური წინაპირობები არსებობს უკვე ამისათვის და ასევე რა ნაწილში ისახება საჭიროებები გამოწვევებისად არის? დიახ, გამოწვევებსაც შევეხეთ ამ ღონისძიების დროს, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგი და დეტალური რეგულაციები გვაქვს, შეიძლება ითქვას სოფლიო საუკეთესო პრაქტიკასთან მიახლოებული. მიუხედავად ამისა, ვინაიდან ესეთი ტიპის საინვესტიციო
საინვესტიციო ფონდები საქართველოში არ არსებობს, რა თქმა უნდა, გარკვეული პროცესები უნდა გაუმჯობესდეს, მათ შორის რაც ეხება ეგრეთ წოდებული ლიკვიდობის შექმნას, ვინაიდან ასეთ ფონდებს ახასიათებს მაღალი, ესე ვთქვათ, ბრუნვა, უნდა იყოს შესაბამისი ლიკვიდობის მიმწოდებლები. გარდა ამისა, გარკვეული სხვანაბიჯებიც არის გადასაქმებული და ამ კონკრეტული მიმართულებით ვცდილობთ, რომ ეროვნული ბანკის მეშვეობით მოხდეს კოორდინირება სხვადასხვა ჩართული, ესე ვთქვათ, ორგანიზაციების, იმიტომ რომ უნდა ჩაერთოს როგორც ბანკები, ასევე დილერები, ბროკერები, აქტივების მმართველები, ეგრეთ წოდებული სპეცდეპოზიტარები, რომლებიც ინახავენ ფასიან ქაღალდებს და ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის ორგანიზაცია უნდა ჩაერთოს ამ პროცესში და ამ ყველაფერს სჭირდება კოორდინირება, ორგანიზება და ერთი მიმართულებით, ესე ვთქვათ, ყველაფრის გაძოლა, რასაც ვცდილობთ აი ჩვენი ესე ვთქვათ, ბაზრის მონაწილეებთან ერთად. ამ დროისთვის ეროვნული ბანკის მიერ შექმნილ თანამედროვე საბაზრო ინფრასტრუქტურას რა როლი აქვს, რა არის ის უკვე მიღწეული შედეგები, რომ დავაიდენტიფიციროთ და ასევე ამ მიმართულებით როგორია ეროვნული ბანკის ხედვა უახლოეს პერიოდში. დიახ, მინდა აღნიშნო, რომ ეროვნულმა ბანკმა ბოლო 10 წელი და მეტი პერიოდის განმავლობაში ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა, რომ შეექმნა საბაზრო ინფრასტრუქტურა, ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი წამყვანი, ესე ვთქვათ, მსოფლიოში აღიარებული სისტემა ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარი, ასე ვთქვათ, ანგარიშორებისთვის, ახორციელებთ სხვადასხვა მის პერიოდულ განახლებას კიდევაც და როგორც ვინაიდან ბაზარი საკმაოდ მცირეა, აქ კერძო მოთამაშეების მხრიდან ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურის შექმნის შესაძლებლობა ნაკლებია, ამიტომ ეს ტვირთი თავის თავზე ეროვნულ ბანკმა აიღო და პერიოდულად, რა თქმა უნდა, ბაზრის განვითარებასთან ერთად კიდევ უფრო მეტ და მეტ ტექნოლოგიურ და ინფრასტრუქტურულ, ესე ვთქვათ, გადაწყვეტილების შესთავაზებს ბაზრის მონაწილეებში. ამ დროისთვის რამდენად არის მზად კაპიტალის ბაზარი მსგავსი სიახლეების მისაღებად და ვთქვათ, რამდენად შეუწყობს ეს ხელს ინვესტიციებს ლარში? დიახ, უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ ბევრი, ისე ვთქვათ, ფაქტორი არის მხარდამჭერი, მათ შორის დანაზოგების მნიშვნელოვანი ზრდა საქართველოს რეზიდენტების მიერ, უნდა აღინიშნოს, რომ დაახლოებით 37 მილიარდს მიაღწია ლარში დეპოზიტებმა, საპენსიო ფონდის აქტივები, რომელიც ალბათ თითქმის ყველა ქართველს აქვს იქ ანგარიში, თავად შეუძლია დარწმუნდეს, რომ ინვესტირება არის საკმაოდ მომგებიანი, მაგალითად შემოსავლების უკვე მეგონი საპენსიო ფონდის ანარიცხების და ახლობით მეოთხედი შეადგენს ამონაგებს, რაც ნიშნავს, რომ ფაქტიურად ინვესტიცია თავად პერიოდთა განმავლობაში იზრდება და ჩვენ გვინდა ზუსტად ეს კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ამ ესე ვთქვათ, ამ კულტურის ჩამოყალიბება ნელა ხდება, ინვესტირების კულტურის, ეს არის დაზოგვისგან განსხვავებული კულტურა, ანუ ქართველებს ყოველთვის ჰქონდა ესეთი თითქოს დეპოზიტი ბანკში და უძრავი ქონება, რაღაც ესეთი განწყობა ინვესტირების მიმართ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფასიან ქაღალდებში ინვესტირება გრძელვადიანად ბევრად უფრო დივერსიფიცირების ტენდენცია ამ ნაწილშიც არის. დიახ, რაღაც შუაშიც უნდა არსებობდეს, ანუ ის შუალედური რგოლი, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საკმაოდ დიდი შემოსავალი მოიტანოს ინვესტორისთვის. რაც ეხება საერთაშორისო გამოცდილებას, განსაკუთრებით რომელი ქვეყნის პრაქტიკა შეიძლება იყოს გამოსადეგი ჩვენთვის? დიახ, ჩვენ ყავდა სტუმარი მაგალითად პოლონეთიდან, რომელმაც ძალიან ბევრი მაგალითი მოიყვანა შესაძლებელი ქვეყნების, მაგალითად ხორვატია, უნგრეთი, ზოგადად უფრო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები არიან, მათ წარმატებით გადალახეს და ესეთი საკმაოდ ბევრი პრობლემები, რა თქმა უნდა, ჰქონდათ მათაც და ჩვენც აველოდებით მარტივად, ესე ვთქვათ, ამ ბაზრის განვითარებას, მაგრამ ძალიან კარგი შედეგები მიიღეს და ჩვენც იმედი გვაქვს, რომ მათი დახმარებით, ჩვენი ძალისხმევითა და კიდევ ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით შეუძლებთ ამ ყველაფრის გადალახვას და ძალიან კარგი შედეგის მიღწევას. კონფერენცია ასევე ითვალისწინებდა ადგილობრივად ფინანსური ბაზრების მონაწილეებისა და ასევე International Exchange-ის წარმომადგენლებთან შეხვედრას. პირველ რიგში
თქვათ, რა იყო მიზანი ამ შეხვედრის და როგორია ასევე უკავშირი შეხვედრების დასრულების შემდეგ. დიახ, ანუ ინდექსები გამოქვეყნება, რა თქმა უნდა, ეს არის ერთი საჯარო ინფორმაცია არის, თუმცა ეგრეთ ინდექსში შემოვალი ფასიანი ქაღალდების ჩამონათვალი, მათი შეწონა ეს უკვე არის ეგრეთ წოდებული proprietary, ანუ ინდექსის providers, რაც ეკუთვნის ესეთი ინფორმაცია და მათ უნდა მოახდინონ ლიცენზირება, ასე ვთქვათ, აქტივების მმართველების, რომ შეძლონ ინდექსის რეპლიკაცია, ანუ ეს ფაქტიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეული გეგმის მიხედვით აქტივების მმართველებს, ვინც ინვესტიციებს ახორციელებს, შეუძლიათ აი ზუსტად ერთ-ერთში ფაქტიურად მოახდინონ ინდექსის შემოსავლიანობის და რისკის რეპლიკაცია და ზუსტად აი ეგრეთ წოდებული ინდექსის კომპოზიციის, ანუ ჩავთვალოთ რაღაც გეგმის გამოყენებისთვის არსებობს გარკვეული სალიცენზიო გადასახადი, შეხვედრების დროს ხდებოდა მაგას მიდიოდა დისკუსიები ამის მოლაპარაკებები ამ მხრივ და რა თქმა უნდა კიდე ინდექსის ეს ვთქვათ გამოყენების სხვადასხვა მეთოდები არსებობს, მათ შორის ძალიან ძლიერი, საკმაოდ ძლიერი ფასების და ეს ვთქვათ სხვადასხვა ფინანსური მაჩვენებლების პროვაიდერი არის ეს კომპანიები ჩვენ ყავდა ჩამოყვანილი და ამ მხრივ მიდიოდა მოლაპარაკებები უკვე კომერციულ შემდეგ ნაბიჯებზე რა უნდა გადაიდგას რომ მოხდეს ინდექსზე მიბმული საინვესტიციო ფონდების განვითარება და ჩამოყალიბება. ბატონო, უკვე პრაქტიკაში როგორ უნდა განხორციელდეს? ვცდილობთ რომ ნელ-ნელა ესე ვთქვათ ეს პროცესი არ შენელდეს, მომენტუმი გვაქვს და მინდა რომ ძალიან მალევე დავინახოთ შედეგები ამ პროცესის. კი ბატონო, და საინტერესო ასევე რა არის ეროვნული ბანკის გეგმა შემდეგი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის? დიახ, ეს ჩვენი ხედვით პირველი საფუძველი რა თქმა უნდა ყოველ ქვეყანაში არის სახაზინო, ანუ სახელმწიფო ობლიგაციები, ანუ იგივე სახელმწიფო ვარი, რომელიც ის იღებს და მისი მფლობელები არიან მეტილად ქართველები, თქვენ ახსენეთ რომ მილიარდი ლარის მოცულობის ვალი არის არარეზიდენტების ხელში, თუმცა მინდა ვთქვა რომ 11 მილიარდი ლარი არის ქართული ბანკების, საპენსიო ფონდის და სხვა ინვესტორების ხელში და ეს არის ყველაზე უსაფრთხო ადგილობრივი საინვესტიციო ესე ვთქვათ ობლიგაცია და მხოლოდ ამ ბაზრის კარგად განვითარების და ლიკვიდობის ზრდის შემდეგ შეიძლება უკვე ვისაუბროთ მნიშვნელოვან აზდაზე, მაგალითად სხვა ტიპის პროდუქტების. ეხლა ალბათ ხშირად შეიძლება გავიგოთ სხვადასხვა სიახლეები, რომ თქვათ კომპანია ერთმა გამოუშვა ბონდი, ობლიგაცია მეორე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ესეთი ფართო გავრცელება რომ მიიღოს კორპორაციულმა ბონდებმა და კორპორაციულმა ობლიგაციებმა, პირველ რიგში უნდა განვითარდეს სახაზინო ობლიგაციების ბაზარი. და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს საფუძველს, ესე ვთქვათ, საინვესტიციო ფონდების საფუძველს და ინფრასტრუქტურას და მთელ ესე ვთქვათ ეკოსისტემას საინვესტიციო ფონდების ფუნქციონირებისთვის ჩამოაყალიბებს ზუსტად ეს ესე ვთქვათ სახაზინო ვალდებულებების ბაზარი და შემდეგ უკვე მოხდება მასზე დაშენება სხვადასხვა ტიპის პროდუქტების, როგორიც შეიძლება იყოს კორპორატიული ობლიგაციების ფონდები, შეიძლება იყოს უძრავი ქონების ეგრეთ წოდებული რიცები, რომელზეც იყო საუბარი, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ეგრეთ წოდებული covered ბონდები, ეს არის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდები, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტიპის ფასიანი ქაღალდები და ხანდახან თავად ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე უფრო მაღალი საკრედიტო რეიტინგი აქვს ამ ფასიან ქაღალდებს, იმდენად უსაფრთხოდ ითვლება. ანუ ძალიან ბევრი დიდი ფართო მენიუ შეიძლება შევთავაზოთ მალევე საქართველოში არსებულ როგორც ფიზიკურ პირებს, მოქალაქეებს ინვესტირებისთვის, ასევე ეხლა ძალიან მალე უნდა შეიქმნას წესით ბევრი და ეს ვთქვათ ნებაყოფლობითი საპენსიო სქემა, რომელიც კანონის მიხედვით დაშვებულია ამ წლის 1 იანვრიდან და შესაბამისად მათ აუცილებლად დაჭირდებათ სხვადასხვა პროდუქტები, რომელიც უნდა მოახდინონ ინვესტირება და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ეს ვთქვათ თანამშრომლობით შევძლებთ აი ამ ფართო ეს ვთქვათ კაპიტალის ბაზრის გაფართოებას არა მხოლოდ ზომით, არამედ მრავალფეროვნებითაც. ანუ რომ შევაჯამოთ, მრავალფეროვანი პროცესი დინამიკაში კეთილსაიმედოა. დიახ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს და მინდა აღნიშნო, რომ ჩვენ რა თქმა უნდა არ დავიშურებთ არც ძალისხმევას, არც რესურსებს, რომ ეს პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ და ბაზარი გახდეს ლიკვიდური და კონკრეტული შედეგები მივიღოთ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრის დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ხაზარაძე იყო ჩვენი სტუმარი და ვსაუბრობდით კაპიტალის ბაზრის განვითარების შესაძლებლობებზე საქართველოში.
მადლობა.